აქვს თუ არა სვეტლანა კუდბასადმე აჭარის მთავრობის შეთავაზებას პოლიტიკური მოტივი. უკვე ცნობილია, რომ დეპუტატის საქველმოქმედო ფონდს მაქაცარიას ქუჩაზე მდებარე შენობა 2 წლიანი მოლაპარაკების შემდეგ უსასყიდლოდ გადაეცემა. აღმასრულებელ ხელისუფლებაში მოსყიდვის მცდელობას გამორიცხავენ. ზეწოლას მმართველი გუნდის წევრი ალექსანდრე ჩიტიშვილიც უარყოფს. დაუჭერს თუ არა ბაციკაძე ჩიტიშვილის თანამდებობიდან გადაყენებას მხარს კუდბა ხვალ გამოჩნდება. სესიამდე ერთი დღით ადრე დეპუტატი დუმილს ამჯობინებს. ასეთ ადამიანებზე მთავრობა არ ზრუნავს. რატომღაც მიაჩნიათ ესენი ზედმეტ ბალასტად. ეს კომენტარი 2013 წელსაა ჩაწერილი. სვეტლანა კუდბა მთავრობას საქველმოქმედო ორგანიზაციისთვის ფართის გამოყოფაზე უარის თქმის გამო აკრიტიკებს. მოთხოვნა დეპუტატმა რამდენჯერმე დააფიქსირა. უარყოფითი პასუხის გამო კი კუდბა კოალიციიდან ერთადერთი დეპუტატი იყო, რომელმაც 2014 წლის ბიუჯეტს მხარი არ დაუჭირა. ამ პროექტის თანახმად კი ფონდის 2 წლიანი მოთხოვნა გათვალისწინებულია. 1995 წელს სვეტლანა კუდბას მიერ დაარსებულ წმინდა ნინოსა და წმინდა ფრანჩესკოს სახელობის საქველმოქმედო ფონდს რეგიონის მთავრობა მაკაცერიას ქუჩაზე 294 კვადრატული მეტრის შენობას უსასყიდლოდ 59 წლიანი სარგებლობის ვადით სთავაზობს. ხელმკლავით მიიყვანეს ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროში და ჩააბარეს ეს ბრძანები განკარგულებისა და ხელშეკრულების პროექტი და უთხრეს, რომ გაიარე კონსულტაციებიო და მოდი მოვაწეროთ ახლა ხელიო. სვეტა კუდბა ღირსეული ქალია და პრაქტიკულად ამაზე მისცა სრულიად ადეკვატური რეაქცია და თქვა, რომ ეს არის უმსგავსობა, რასაც ახლა თქვენ აკეთებთ. არის ზეწოლებიც, არის მოსყიდვის ფაქტებიც. მმართველი გუნდის მხრიდან ზეწოლისა და მოსყიდვის მცდელობას ალექსანდრე ჩიტიშვილი უარყოფს. მოლაპარაკებების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს დავით ბაციკაძე. ვიცე-სპიკერი ამბობს, რომ შეხვედრას, რომელიც გუშინ დეპუტატმა აცრემლებულმა დატოვა, არ ესწრებოდა და კუდბასთან არც მოგვიანებით უსაუბრია. ბაციკაძე ზეწოლისა და შეურაცხყოფის ბრალდებებს შეთითხილს უწოდებს. არგუმენტების მტკიცებულებებით გასამყარებლად კი ვიდეო თვალის ჩანაწერის ამოღების თხოვნით შესაბამის სამსახურს უკვე მიმართა. ხაბატონის სოდას დაადასტურებს, რომ თუ კი ასეთ რამეს ადგილი ქონდა, მთავრობის მხრიდან, რომ მე ამაში საერთოდ მონაწილეობა არ მიგვიღია და არც ვიცი თუ რაზეა საუბარი. ყოფილა შეთავაზება, რომ თქვა თუ კი ამას მოგცემთ, ან რაღაც ქმედება ჩაიდინოს. ზუსტად ამას დაადასტურებდა აუცილებლად. ძალიან გულღერეს პრეზიდენტია და იტყოდა, რომ თქვა იყო მოსყიდვის ცდელობა. არ ყოფილა. მოხუცთა და მიუსაფართა თავშესაფრის მოსაწყობად საქველმოქმედო ორგანიზაციისთვის ფართის გამოყოფაზე დაწყებული მოლაპარაკებების პოლიტიკურ მოტივს გამორიცხავენ აჭარის მთავრობაში. უწყებაში განმარტავენ, რომ ფართი ფონდის არაერთი თხოვნისა და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის წერილობითი მიმართვის შემდეგ ორგანიზაციისთვის წლების წინ ჩამორთმეული ტერიტორიის სანაცვლოდ შეირჩა. ნოემბრის თვეში იგეგმებოდა ამ ფართის გადაცემა, თუმცა როგორც ვიცით, მას ავტოსაგზაო შემთხვევა ჰქონდა, ამიტომ ჰქონდა წოლითი რეჟიმი, როგორც კი გამოჯანმრთელდა და შეძლო ფიზიკურად ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში მოსვლა, მოვამზადეთ ხელშეკრულების ჩარჩო, ასევე ბრძანების პროექტი, სადაც უნდა შევთანხმებულიყავით პირობებზე, თუ რა პირობით შეიძლებოდა ამ ფონდისათვის ფართის გადაცემა. სვეტლანა კუდბა დღეს მხოლოდ სატელეფონო კომენტარით შემოიფარგლა. საკითხი საუბარი კაიხანია მიმდინარეობს. ფერი არ არის გარკვეული. მე არც საბუთზე ხელი არ მომიწერია და მე ჩემ ხელში არ არის არც ერთი საბუთი ხელმოწერილი თუ გინდა ბალაძესი და თუ გინდა ხაბაძესი. სვეტლანა კუდბა საკუთარ პოზიციას ხვალ კენჭისყრაზე დააფიქსირებს. კოალიციაში ელოდებიან, რომ ვიცე-სპიკერისა და საფინანსო კომისიის თავმჯდომარის გადასაყენებლად საჭირო 11 ხმა არ მოგროვდება. ჩიტიშვილის განცხადებით, გუშინ ფრაქციის დახურულს ხტომაზე დეპუტატებს დებულება შეახსენეს, რომლის თანახმადაც იმ წევრებს, რომლებიც ჩიტიშვილი ბაციკაძის წინააღმდეგ ხმას მისცემენ, ფრაქცია ქართული ოცნების დატოვება მოუწევთ.